დღეს 24 საათის განმავლობაში მე და ქრისტი დავისვენებთ ბათუმში სხვადასხვა ბიუჯეტით. ერთ-ერთ ჩვენგან შეხვდება 100 ლარი, ხოლო მეორე ჩვენგან 1000 ლარი. და ვნახოთ, ვინ უფრო მაგარ დასვენებას შეძლებს ამ ბიუჯეტებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ სულ რომ ლარიანი მქონდეს, მაინც უკეთესად დავისვენებ ვიდრე ქრისტინე, მით უმეტეს ბათუმში რას ამბობთ ხალხო? რას ამბობ ბიჭო? მე უფრო კარგად დავისვენებ. ანუ გინდა რომ ცოტა შეხვდეს. არა, რატომ შეხვდეს? ქრისტი განწყობილია მოკლედ რომ აუცილებლად ცოტა შეხვდება. არ ვარ განწყობილი. არ ვარ მე მოკლედ, განწყობილი. სანამ ვიდეო დაიწყება, მანამდე აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი, აუცილებლად ზარიზღილაკი გააქტიურეთ და რაც თავარია, დალაიქეთ, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ნახოს. ახლა კი დავატრიალოთ ბორბალი, ქრისტი გააძრე ბორბალი და გავიგოთ, ვის შეხვდება 100 ლარი, ხოლო ვის შეხვდება 1000 ლარი. შენ დავატრიალებ თუ მე დავატრიალებ? აი, შენ დაატრიალე. და დავატრიალოთ ახლა სპინი 3, 2, 1, წავიდა. არა, შენ ბეს ვერ ჩავხედავ მე თვალებში. ხო, რა კაი, ძმურად, რა ძმურად. 1000 ლარი, ქრისტი. არა! აუში, რა პატარაზე არის გადმოსული. ქრისტი, რატო იცი? იმიტომ რომ შენ ხარ ბომჟი. მე ვარ მდიდარი. არ ვარ. ამ ვიდეოში ქრისტი იქნება ბომჟი, ხოლო მე ვიქნები მდიდარი. წავედით და დავისვენოთ ბათუმში. გეტყვით როგორ დავისვენებ ბათუმში 100 ლარად განაგადარჩები აუცილებლად დავისვენებ. პირველს რასაც გავაკეთებ, მოვინახულებ ულამაზეს ადგილს, სადაც დავტყვევი ამ ადგილის სილამაზით და გავოცდები. შემდეგში არ ვიცი რას გავაკეთებ, სიმართლე რომ გითხრათ, იმედია სად ვნახავ სასტუმროს იაფად, ან იაფად ვნახავ სადმე კერძსაც, რესტორანსაც შევჭანგემრიელად, ან გავერთობი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სიაფე იქნება ბათუმში და პირდაპირ 100 ლარი რაღაცაზე არ გამძვრება. ჩემი დღევანდელი დასვენება არ იქნება ჩვეულებრივი ბათუმში, რადგან დღეს ვერ ნახავთ უბრალოდ რომ მე ზღვაში ჩავიდე. მე ზღვა არ მიყვარს, აი პირდაპირ გეუბნებით რომ ზღვა არ მიყვარს, არსად არც ბათუმში, არც სხვაგან. მაგრამ ბათუმი მიყვარს ძალიან. შესაბამისად შევეცდები რომ რაც შეიძლება ექსტრემალურად დავისვენო და ვიპოვო ისეთი რაღაცეები, რაც ჩემში ემოციას აღძრავს და დამამახსოვრებს მთელი ცხოვრება იმ კონკრეტულ მომენტს. პირველი ადგილი რომელიც მოვინახულე არის ქედა. ქედა ბათუმიდან დაახლოებით 40-50 კილომეტრით არის მოშორებული. იქაურობა კიდე ძალიან ლამაზია. ასევე ქედას მონახულება იმიტომ გადავწყვეტე რომ დღეს ვარ ღარიბი, ხოლო ბუნების დათვალიერებაც კიდე უფასოა. პირველი სადაც მე წავალ არის მწვანე კონცხი, ულამაზესი დაცული ტერიტორია მწვანე კონცხი და რატომ მივდივარ? კი, ძალიან ლამაზი არის, მაგასაც განახებთ რამდენად ლამაზი არის, მაგრამ თავარი რისთვისაც მე მივდივარ არის საქართველოში ყველაზე გრძელი ზიპლაინი. აი ხო საინტერესოა უკვე ყველაზე გრძელი ზიპლაინი. დავეშვათ იმ ზიპლაინიდან და ვნახოთ, საშიში იქნება ზიპლაინი თუ არ იქნება საშიში. იმედი მაქვს რომ შემეშინდება და თუ არ შემეშინდება, მაშინ უბრალოდ ლამაზ ხედებს მაინც ვნახავ და მაინც დავრჩები კმაყოფილი. კომენტარებში აუცილებლად დაწერეთ ვინ ხართ ნამყოფი მწვანე კონცხის ზიპლაინზე. როგორც ხედავთ, მოვედით და არის ულამაზესი აქაურობა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ესეთი ლამაზი იქნებოდა. ორი მდინარე ჩაედინება და ერთი არის ჭოროხი, მეორე არის აჭარის წყალი და ორივე არის სხვადასხვა ფერის. დღემდე ვერ ხვდები რატომ არ ირევა ერთმანეთში. კატერით კი მინდოდა ამ მდინარზე გასეინება, მაგრამ ისეთი ფასები ქონდა 150 ლარი, 200 ლარი, რომ ფიზიკურად არც ბიუჯეტი არ მყოფნის და ისედაც ძალიან ძვირია, რომ 30 წუთი ისეინო, იკატავო ამ კატერით. ძალიან ძვირია. ამიტომ დრონით გადავიღე ვიდეო, შეგიძლიათ შემაგიოთ თქვენ დატკბეთ და დაათვალიეროთ და ნახოთ როგორი სილამაზეა. მაქვს დატყვით დრონის კადრებით და ახლა უნდა დავუბრუნდეთ ქალაქში და სანამ ქალაქში დავუბრუნდებით, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი, დალაიქეთ ეს ვიდეო და კიდე დააკომენტარებთ. ასევე არ დაგავიწყოთ ჩვენი ზარიზღილაკის გააქტიურება, რათა ხშირად მოგივიდეთ notification-ი, რომ ჩვენ ვიდეო დავდეთ. მოვედი მწვანე კონცხში, ამოვედი zipline-თან და ეხლა რამდენიმე დეტალს გეტყვით, რა დაგიჟდებათ, როგორ დაგიჯდებათ და როგორ უნდა ამოხვიდეთ საერთოდ აქ. პირველ რიგში, ანუ 70 ლარი ღირს თვითონ zipline-ი. მეორე, ბოტანიკურში რომ შემოხვიდეთ ამ მწვანე კონცხში, ღირს 10 ლარი და კიდე ბოტანიკურის შემოსასვლელიდან აქამდე რომ ამოხვიდეთ, ღირს 5 ლარი.
შესაბამისად 85 ლარი დაგჭირდებათ, რომ აი ეგ მოხვიდეთ და ჩაცუცურაგდეთ თქვევით. ამას დამატებული ამ zipline-ის შესახებაც მოგიყვებით ახლა რაღაცეებს, ანუ არის სულ რაღაც 500 მეტრი, სულ რაღაც არა 500 მეტრი, ანუ ძალიან ბევრი არის რეალურად. და პლუს ერთი სრული წუთი ჭირდება, რომ თავიდან ბოლომდე ჩახვიდე ამ zipline-ით. ჩახვიდე რა, ჩავცუცურაგდე. ეხლა მე წავალ, ჩავცუცურაგდები ქვევით zipline-ით და თქვენ კიდე მიყურეთ. Ami, წარმატება. ამას უყურეთ, ხალხო, რა სილამაზეა. აკრიფ. ძალიან მაგარია. ეს უნდა გამოსცადოთ აუცილებლად. აი ძალიან მაგარია მართლა. ნახეთ რა მაგარია. რა მაგარია, ქვევით რა იყურებით საერთოდ უბრალოდია. ესე იგი, როგორც ნახეთ, ჩამოусრიალდი, ძალიან მაგარი არის მართლა და აი ყველას გირჩევთ, რომ გამოსცადოთ. ძალიან ცოტა ხნიანი არის სიმართლე რო ვთქვათ, მაგრამ მაინც ძალიან მაგარი არის. ყველამ გამოსცადეთ, მithumetes ქვევით რო იყურებით, ძალიან მაგრად დასწორებს. მაგრამ ჩემზე მაგრად თავი ალბათ კადრში სადღაც დაინახავდით, რომ ქრისტიც იყო იქ და წიოდა, ასე ვთქვათ, ჩემზე მაგრად შეეშინდა ქრისტის. გადამღებად ყავდა ქრისტე აყვანილი, რომ ზევიდან ან ქვევიდან მოკლედ საიდანღაც კადრები გადაეღო. შესაბამისად, ქრისტის უფრო შეეშინდა და ფიქრობ, რომ ქრისტის უფრო გაუსწორდა, ვიდრე მე გამისწორდა. ეს რა თქმა უნდა, ქრისტის ბიუჯეტს არ მოაკლდება, იმიტომ რომ უბრალოდ იყო ოპერატორი. ძალიან საშიში იყო, რომ გადმოვედი სულ სახებდი და მეგონა რომ ჩამოვწყდებოდი და მეორედ რო არ დავждები, ისეთი რაღაც არის. დავბრუნდი ქალაქში და მოვედი ძალიან მაგარ ადგილას. ჩემთვის ზაფხული წარმოუდგენელია ნაყინის გარეშე. სანამ სანაყინეს განახებთ, მინდა გაჩვენოთ კუპატა, უსაყვარლესი კუპატა, რომელიც ბავშვებს გზაში გადასვლაში ეხმარებოდა. როგორ მინდოდა, რომ აი ამ კუპატას შევხედოდი, მოუფერებოდი და სახე დამეკუჭა. ისეთი საყვარელი იყო ვიდეოებში, მაგრამ არ მხერხდება ეგ მოკვდა საწყალი. ახლა კიდე განახებთ ჩემ უსაყვარლეს სანაყინეს. მოდით. შევიდეთ და დავაგემოვნოთ მინიმელცი. მოკლედ, ასე გამოიყურება ჩემი ნაყინები. მაქვს პატარა ბურთულები, დიდი ბურთულები და შეიქი, კოქტეილი, უალკოჰოლო საბავშვო სხვათა შორის. ძალიან მაგარია. იცი ის გემო აქვს? დაბლგამის. აი მე ბავშვობაში კევს რო ღეჭავდი. მაგის გემო აქვს ხალხო. შემდეგი გავსინჯოთ დიდი ბურთულები. სხვათა შორის, ეს ნაყინები მზადდება თხევად აზოტზე და არის ნატურალური. ხილით არის დამზადებული. მალტყვის არის. მე განა გემოთი ავირჩიე ხალხო, ვარდისფერია, მაგიტო ავირჩიე და ძალიან გემრიელია. სხვათა შორის, ვისაც ლაქტოზის საუტანობა გაქვს ჩემნაირად, ბევრი ნაყინი აქვს თუ ლაქტოზური და კიდე დიაბეტიკებისთვის და მთელი თემები რა. და საბოლოო, პატარა ბურთულები. აქ არის 4 სახის სხვადასხვა ბურთულა და ეხლა გავსინჯოთ, ერთსა დავურიოთ და ისე შევჭამოთ. ისე გემოა. ძალიან გემრიელია, მაგრამ რომელი ხილია ვერ ვხვდები. მოკლედ, მადლობა OBX, ყველაფერი ძალიან გემრიელია, ბოლომდე შევჭამ და გირჩევთ რომ მოხვიდეთ და დააგემოვნოთ მინიმელცის ნაყინები. შემდეგი ლოკაცია, სადაც მივდივარ, არის ყველასთვის საყვარელი ლოკაცია. ანუ ისეთი ადგილი არის, რომ დამიჯერეთ როგორც ბავშვებს მოხსოვს, ბავშვებს განსაკუთრებით, მაგრამ დიდებსაც ძალიან მოგეწონებათ ეს ლოკაცია და დარწმუნებულა რომ უმრავლესობა თქვენგანი არის ნამყოფი აქ, მაგრამ მე არ ვარ ნამყოფი და ეხლა მივდივარ ხალხო ციცინათელაში. ციცინათელა ვინც არიცით, არის ატრაქციონების პარკი, ყველაზე დიდი საქართველოში და აი მინდა რომ მივიდე და ტოპ ყველაზე რთული, ყველაზე საშიში ატრაქციონები, რომლებიც იქნება, იქ დავჟდეთ და ვნახოთ, შემეშინდება თუ არ შემეშინდება. ხო საინტერესოა, საინტერესოა. ასეთი რაღაცა მოვიფიქრე, რომ წავიდე ძალიან მაგარ ადგილას, სადაც გავბედნიერდები, ემოციები დავიმუხტები და უმაგრეს ხასიათით წამოვალ იმ ადგილიდან. ეს არის კონტაქტური ზოოპარკი, სადაც ეგზოტიკური ცხოველები ყავთ და მოვეფერები, ანუ შემიძლია რომ შევეხო, მოვეფერო და ლოყები ესე გაუწელო. და წავიდეთ ახლა, დავითვალოთ რამდენი ეგზოტიკურ ცხოველს მოვეფერები. და კომენტარებში დამიწერეთ, რომ ქრისტე არის განძი და ყველა ცხოველს უყვარს და გიორგი არის ბანძი. რომ არავის არ უყვარს. მოკლედ, შემოვედი ახლა ატრაქციონების პარკში
და სიმართლე გითხრათ, ძალიან დიდი საქანელები აღმოჩნდა. მე მეგონა რომ უფრო პატარები იქნებოდა და დიდად არ შემეშინდება მეთქი, მაგრამ რაღაცა საშიშად გამოიყურება. თან ხალხი ისე წივის და კივის, რომ რა ვიცი. სულ დავждები 4 ატრაქციონზე, ყველაზე მაგრები შევარჩიე. დავიწყოთ ჩემი აზრით ყველაზე ლაითისგან და გადავიდეთ მე უფრო რთულზე და უფრო რთულზე. ყველა ატრაქციონზე მივიღებ აი ესე ქვის სახეს და რომელ ატრაქციონზეც შემეცვლება ეს სახე. ჩათვალეთ ის ატრაქციონი არის ყველაზე მაგარი და ყველაზე ძლიერი. მოვედი ჩემს 64-ში და ახლა ბიჭო, სანამ KFC გავაკეთე შენგან. მოვედი ჩემს 64-ში და ახლა დავიწყოთ დათვალიერება ცხოველების. მოვიფეროთ თან, ავიყვანოთ ხელში, ვაკოცოთ. მოდი, აიღე, მოდი. ვერ ხედავს ბიჭო, თვები. აუ, რა ჯიგარი ხარ, მოდი ჩემთან. ვაიმე, რა საყვარელი ხარ, კურდღელია. აიღე, ვაიმე, რა ფუნფულა ხარ. ყველა არაფერს არ გისახვენი, საყვარელია. ვაიმე, მოვიდა, უყვარვარ. აი, ხედავთ, ცხოველებს უყვარვარ და გიორგი არავის არ უყვარს. ესე იგი, მე ეხა მოვეფერე ზაზუნას, კურდღელს, ქათამს და ინდორი ითვლება? გადავუგდე და ეხლა რაღაცნაირად კავშირი გქონდა. პირველი ატრაქციონი, ამ ატრაქციონს ქვია კამიკაძე. ჩემი ეს ყველაზე ლაითი არის. წავედი. თავიდან ეს ატრაქციონი ნამდვილად საშიშად გამოიყურებოდა, თუმცა ცოტა ხანში მივხვდი, რომ ამ ატრაქციონში სახიფათო ნამდვილად არაფერი იყო, გარდა იმისა, რომ მთელი ატრაქციონი იყო ჟანგიანი და რისიც მეშინოდა, რომ ნეტა არ ჩამოწყდეს და ცოცხალი ჩამოვიდე ამ ატრაქციონიდან თქო. თუმცა ერთი პლუსი მაინც ვუპოვე ამ ატრაქციონს და ახლა განახებთ, როგორი იქნებოდა გიორგის სხვადასხვა წონით კატეგორიაში. დავიწყოთ, ეს არის პირველი გიორგი, რომელმაც 10,000-ზე მეტი მუკბანგი გადაიღო და იმდენად გაძროხდა, რომ 400 კილოგრამი გახდა მისი სახე. მეორე სახე ეს არის ლოთი გიორგის სახე, რომლის თვალებიც გასიებულია ამდენი სასმლისგან. მოკლედ კომენტარებში შეაფასეთ, რამდენად რთული და რამდენად საშიში საქანელა იყო. ჩემი აზრით, საერთოდ არაფერი არ იყო ეგ. კაი, გადავედით მოკლედ შემდეგ საქანელაზე. და შემდეგი საქანელა არის წავიდეთ და განახებთ ყველაზე ნერვოზიან ცხოველს. აი, მულტფილმში თუ გაქვნა, მულტფილმში კი Discovery-ზე რო არის ხოლმე, ეს რო ამოდგებიან ხოლმე და იქ-თაკეთ რო იყურებიან, ხო იცი? აი, ზუსტად ეგენი არიან, ძალიან საყოლები არიან. სურიკატები არიან. ეგ უნდა იცოდეთ. რა დავინახე? წამოდი. მოფერება შეიძლება? ვაიმე, რა კარგი. აიმე. როგორ ახლა? რას მიყურებ? როგორ მიუცხავა? ვინ ახარ ზო გაიწიო? ვინ არ მეკвинოთ მურად. აი, მომაფერებინებ და ამას გაჩვევ. ეგე? ამ თხას მოუფიქრეთ სახელი, როგორ ჯიგარია. სად მიდიხარ? აჰა, მოდი, ამოდი. ეი, ძმა ვაიღე. დამზილა იმენა ცომივით მომცილა. შემდეგი საქანელა არის აი ეს საქანელა, მაგრამ მე მაინც მგონია რომ არც ეს არ იქნება საშიში, როგორც ის ვითომ საშიში იყო, იგივენაირად არის ეს. წინასთან შედარებით აქ ცოტა გულისრევის შეგრძნება უკვე გქონდა. ამიტომ ეხა გადავიდეთ ბოლო ორზე, ესენი არის ყველაზე რთულები და ყველაზე ძიდები და ყველაზე საშიშები ჩემი აზრით პირადად. ამიტომ ნახოთ რა იქნება, იქნებ შემეშინდეს ერთხელ მაინც. აი სა, ველი უნდა დავიჭირო ხალხ. აი უჭირავს, შეხედეთ როგორ კარგად უჭირავს გველი. აი ესეთია გველი. აი თქვენ იქ გეკავოთ, აი მე აქ დავიკავებ. ვაიმე, დედა როგორ იყურება? შეიძლება თავზე მოვეფერო? არა, არ უყვარს ხო? აი აქ არ უყვარს, ცოტა ისეთი ხასიათის გველი არის. სად მოვკიდო? იქა? გულ. აი, უიდი. გადი ძმა უიქით. დაიჭერ, ჩო, აღარ მინდა. აი, ჩო, დავიჭირეთ? არა, რა გისერზე რა არ დამახარშებს არ მინდა. აი, თქვენის გეკავა, აი თქვენი. აი, ასე აქ მოგიდეთ ხელი. აჩა. ხო? ძმურად, აქეთ, ფუჩეკა. შო, ეს არის და შემდეგი არის აი ესეთი ვარდნა. ანუ რა შეიძლება მაღლა ახვალა ჩამოვარდნები, ყველა ვიცით მე მგონი. ნახოთ, საშიში იქნება თუ არ იქნება. აქ შედარებით მეტი არის მე მგონი საფრთხე, ასე მგონი, აქ უფრო მეშინია. როდის ჩავარდები არის? თან უყურეთ უბრალოდ რამ სიშორეზე ვარ მიწისგან.
ყველაზე ცუდი არის აი ეს მოლოდინი, ძალიან დიდი ხანი. ეს შედარებით კაია, შედარებით კი ეს კაია. აკეთა ხო? მოკლედ ხალხო, ეს შედარებით საშიში არის, ამიტომ წინაური ეგრევე გამოტოვეთ და გადადით ამაზე. ყველაზე ცუდი არის მოლოდინი, რო ელოდები, როდის ჩამოვარდები და არ იცი, როდის ჩამოვარდები. თან ბოლოში ის შეგრძნება გააქრო, აი იქნებ და არ დაიჭიროს. აი მე სად მიდიხარ, რატო დაჯექი საერთოდ? შემდეგი ცხოველი არის მე-11, არა, ქვეწარმავალი. რეპტილი. გამარჯობა ძმაო. არაფერს არ გისავ. გეფიცები უბრალოდ კადრში არ მომახდე. დიდა რა თბილი ხარ? ლამაზ ფერები გაქვს. არ მიწყენი. საყვარელია? თბილი არის? და ნუ მიყურებ ეგეთ თვალებით. ცოტა ეკლიანიც არის. ძალიან საყვარელია. ახლა განახებთ ჩემთვის ყველაზე საყვარელ ცხოველს, აი რომელიც მინდა რომ დავიჭირო და ჩავეხუტო და ლოყები ესე დავუწელო, იმიტომ რომ უსაყვარლესია. მიდი ანახე. შეხედით რა საყვარელია, ვაიმე, გამარჯობა. ერთი წამი იმას შეხედი, გათიშულს ძინავს, აი თანახე. მკვდარი ძინავს. თელი დღე მუშაობდა, ხალხს ართობდა. ეხლა მკვდარი ძინავს. გინდა ეს ვანახო? უყურე, როგორ გაიღვიძებს უცბად. ძმაო, შენთვის აი კიტრია. გინდა? გინდა კიტრი? ჯო, ესე. ღიბი აქ ბიჭო. ვაიმე რა ხელა ღიბი გა. როგორ არ მიკვიდო. ვაიმე რა საყვარელი ხარ. აი მე ძალიან ვიყარ. ეს არის სუქანი. ის ცოტა გამხდარია, მე უსაყვარლესები არიან. აიღე ბიჭო. აიღე. მედი ძმაო, აიღე. ნუ გერიდება, აიღე. ვაიმე რა საყვარელია. იმას გათიშულძინავს და გავაღვიძოთ, რა თმიცოდე. საბოლოო საქანელა. ჩემი და მთელი საქართველოს აზრით წესით ეს არის ყველაზე საშიში. ამიტომ ეხა ავიდეთ და ვნახოთ შეგვეშინდება ისევ თუ არ შეგვეშინდება. მოკლედ ხალხო, ცადე იმაზე ასვლა თან გადაღება, მაგრამ არ შეგვიშვეს გადასაღებად ესეო, ყველგან შეიძლება გადაღებაო, ესე გამოვიდა, მაგრამ ჩემთან არ შეიძლებაო. დაიკიდეთ, ამ საქანელას ვერასდროს ვერ გავიგეთ, მე შემეშინდება თუ არ შემეშინდება. ასევე ამ კონტაქტურ ზოოპარკში, რომელშიც ქრისტი იმყოფებოდა, შეხვდებით კიდევ ძალიან ბევრი სახეობის ცხოველს. ყველაზე კარგი კი ის არის, რომ თითქმის ყველა მათგან შეგიძლიათ ხელი ჩაეხოთ, მოეფეროთ ან გამოკვებოთ. ემოციები დამუხტული ვარ და ეს ყველაფერი დამიჯდა 19 ლარი. და კიდე დამატებით რამოდენიმე ჭიქა, საჭმელი მარჩუკეს ცხოველებისთვის რომ მოუფერებოდი და კარგად გამეტარებინა დრო. სულ ეს არის და ეს. ახლა წავიდეთ და გავერთოთ კიდე. რაღაცა გავაკეთოთ. ძალიან დავიღალე უკვე, მაგრამ დამიჯერეთ ყველაფერი არის ჯერ კიდევ წინ, რადგან სანამ სასტუმროში წავალ და განახებთ რა სასტუმრო ავირჩი, რა სასტუმრო და როგორი არის და რანაირი არის და რამდენად სასწაული არის ეს სასტუმრო, მანამდე მოვედი რესტორანში. შია ხალხო, მომშივდა, ძალიან შია უკვე თან ერთ პუნქტს ჩეკი ხო უნდა გავუკეთოთ, რა თქმა უნდა გავუკეთოთ. ამიტომ მოვედი რესტორანში, მაგრამ ეს რესტორანი ჩვეულებრივი არ იქნება. არა, ამ ვიდეოში ჩვეულებრივი არაფერი არ იქნება, ყველაფერი ძალიან ლამაზი, ყველაფერი ძალიან მაგარი, ყველაფერი იქნება უმაღლეს ლეველზე. ოღონდ რა თქმა უნდა ეს ჩემს კადრებში, მარტო და ქრისტის კადრებში იქნება რაღაცა ბომჟაობა, იმიტომ რომ ასლარად ეხა რა უნდა დაისვენო ერთ დღეში, მე უბრალოდ არ მესმის. მოკლედ, რესტორანს ქვია, წარმოიდგინეთ ველური დასავლეთი, ცოტა ბათუმს აქეთ გამოვსდი, ნუ ბათუმად ითვლება ესეც იდეაში, მაგრამ ველური დასავლეთი ქვია და დამიჯერეთ, რომ ესეთი რესტორანი არსად არასდროს არ გინახავთ, იმდენად განსხვავებულია, იმდენად ლამაზი არის შიგნიდან, რომ გაგიჟდებით. ცხოველებს და ახლა დროა რომ ჩვენს შევჭამოთ, იმიტომ რომ შევზანკუდები. ნაყინი არ მეყო. მე მგონა გამაძღობდა, მაგრამ არ გამაძღვა, რა გავაკეთო. მაგრამ მოვედი ისეთ ადგილას, სადაც ადრე მქონდა გადაღება წინა წელს. და ვფიქრობ რომ შევალ, მაჩუქებენ, აი კამერას რომ დაინახავ, მით უმეტეს ისე ძალიან კაი ხალხია. მაჩუქებენ კერძს დამატებით რაღაცებს, ადრეც უჩუქებიათ, იმიტომ რომ ძალიან კაი ხალხია, როგორც ვთქვი. და მინდა დავაგებონო ნამდვილი აჭარული კერძი, აი ძველი დროიდან რომ მოდის, აი ეგეთი აჭარული კერძი. და აჭარელი გავხდე მეც მაგ კერძით. გონი ეს წესების დარღვევაა, მაგრამ და ისა ვაფშე არ ყოფილა ეგეთი რაღაცა რა, რომ ეს არავისთან არ მიხვიდა, ვინ ჩემი მეგობარიაო. ჩემი მეგობარიაო, კაცო აქ მუშაობს, მაგისია ეს რესტორანი და ხა. რატო არ უნდა მიმასპინძლოს, სტუმარი ვარ აჭარის.
ძმაო. შევუკვეთე ბორანო და ჰოი საოცრებაო, უცბად გაჩნდა აჭარული ხაჭაპური და სინორიც. არა განა გათვლილი მქონდა მსგავსი რაღაცა. არა ეგეთი რაღაცა არც მქონდა გათვლილი, რომ აჩუქებდნენ. უბრალოდ ბორანო საჭმლად მოვედი და ყავაზეც კი დამპატიჟეს ხალხო, ეს მოუტრუპე ხა, ენერგიაზე რომ მოვიდე. კაი, ახლა გავსინჯოთ და გავიგოთ როგორი გემო აქვს. პირველი მინდა გავსინჯო ბორანო. გამზადდა ხალხო ჩემი საჭმელი და უბრალოდ წარმოდგენაც კი არა გაქვთ რამდენად მადის აღძვრელად გამოიყურება. სანამ ჭამას დავიწყებ ხალხო კომენტარებში აუცილებლად დაწერეთ. ქრისტი ბანძი, გიორგი განძი. პირველ დავიწყოთ აი ამ კერძით. ამ კერძს ქვია ხალხო თავადური. და აქვს ზღვა რაოდენობის ყველი, რასაც ჯერ მარტო მე აქედან ვხედავ. ამოვიღოთ. აუ, შიგნით რა სილამაზეა. ამას უყურეთ ხალხო. Oh. ვინ გაამზადა უბრალოდ ეს? იცით რა გემრიელია? სასწაული არის მართლა. ეს არის ბორანო, აჭარული ყველისგან გაკეთებული და შიგნით არის დამწვარი კარაქი. ეს არის აჭარული კერძი. აი, აჭარლები ჭამენ ამას, ნამდვილი აჭარლები. ოხრად ყველი არის. კასუნი აქვს მართლა ძალიან კაი. ძალიან მომეწონა. კაია, ჭო. მართლა. არ ვიცი ახლა აჭარლები ესე ჭამენ თუ არა, მაგრამ მე უნდა შევჭამო. ბიჭო, რა მაგარია. იცით რა მაგარია ხალხო? ბორანო უეჭველო დააგემოვნოთ. რო ჩამოხვალთ აჭარაში, პირველი აჭარული ხაჭაპური კი არა, ბორანო და დააგემოვნოთ, იმიტომ რომ აჭარული არის რა, ნამდვილი აჭარული. აუ. ამ ადგილს რა ქვია? ველური დასავლეთი. ეგეთ ადგილას რომ მოხვალ, აუცილებლად უნდა შეუკეთო ხორცეული. ველურ დასავლეთს რა უხდება? ზოგადად მამაკაცებს რა უხდებათ? ხორცი, ხალხო, ხორცი. ასწავლია. და შემდეგი იქნება აი ესეთი ულამაზესი ქაბაბი. ქაბაბს რა უხდება? ქაბაბს უხდება საწებელი. მოვაწუწოთ. ამას აქ მოსხმული ნიორწყლიანი ნადუღი როგორც გამახსენდა უცბად და ასევე დამწვარი კარაქიც აქვს. მაგაში არის გაკეთებული. კაია. ნივრის და ნადუღის გემო აქვს. ნაღიბის. მაგრამ წინაზე რაც ქვი იმის გემო აქვს, ნივრის გემო აქვს ძალიან კარგი იგზნო და მართლა გეუბნებით პაქმელია და ტუიგნებით ეს შეჩამეთ, გამოგიყვან. აჭარლებო, მადლობა ესეთი გემრიელი კერძებისთვის, ასევე დაპატიჟებისთვის. ძალიან მიყვარხართ, მაგიტო ჩამოდივარ ბათუმში და არ დაგავიწყოთ ჩვენი არხის გამოწერა. აი ხო subscribe-ს ხედავთ, თუ წითელია, უნდა მიაჭიროთ და ნაცრისფერი გახდებოდა. იქ კიდე გვერდით არის ესეთი სამკუთხედი, ზარს საძლევს რა, მოკლედ. ზარუნობს. თუ დააჭირეთ მაგასაც და როცა დავდებთ ვიდეოს, მოგივათ SMS-ი, რომ ჯერემი ვიდეო დადო. გავსინჯოთ სალათი, თბილი სალათი ეს უნდა ჭამოთ თბილ მდგომარეობაში როგორც მითხრეს. იდეაში ისეთ გემრიელი იყო, ყველაფერი ეჭვს არ მეპარება, უკვე რომ ესეც გემრიელი იქნება. მოგულა. არ ვიცი, ამას სავარაუდოდ ბოლომდე ვერ შევჭამ. კი მინდოდა რომ ყველაფერი ბოლომდე მეჭამა, მაგრამ უკვე დავნაყრდი. გინაცველი ვიცი მოგაყოვნე, მაგრამ რა უშავს. როგორც მე გავარკვიე, აჭარში დავიარე იქით აკეთ და ვიკითხე, თურმე ხალხო ნამდვილი აჭარული კეთდება იმერული ყველით, აჭარული ყველით. მოკლედ, სულგუნის გარეშე. ვისაც ჩემნაირად აჭარული კერძების გასინჯვა გინდათ, მოდით პრაიმ ტაიმში. შეხო ძალიან კაი ხალხი დაგხვდებათ, გულიანი აჭარლები და კი კაი კერძებიც დაგხვდებათ. იცი სად მდებარეობს პრაიმ ტაიმის რესტორანი? აი, აქვე არის მაკდონალდსი. ყველაზე კაი მაკდონალდსი რო არის აშენებული, ლამაზი. იმის გვერდით არის. დიდად დაწერია პრაიმ ტაიმი. კარგად რომ მივიდეთ სასტუმროში და განახოთ როგორი სასტუმრო დავჯავშნე.
ანუ ძალიან მაგარი სასტუმრო მოუძებნე, ოღონდ ქალაქ გარეთ, ბათუმის გარეთ მოუძებნე სასტუმრო. ადგილს ქვია კვარიათი, ანუ ქალაქი არის თუ სოფელი არის, მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს, კვარიათი ქვია ადგილს. და შესაბამისად, ეს სასტუმრო არის წარმოიდგინეთ მთის წვერზე. ანუ ეხლა წარმოიდგინეთ სიტუაცია მარტივად სანამ განახერთ. ქვევით არის ზღვა, ეგრევე არის მთა და ამ მთაზე დგას სასტუმრო, წვერზე დგას სასტუმრო. ძალიან მაგარი აუზებით რაღაცა მოკლედ არ დაგასპოილერებ, ჯერ მე თვითონაც არ ვიცი ზუსტად რანაირია როგორი არის. ავიდეთ ეხლა და ვნახოთ რანაირი სასტუმრო არის. მე დარწმუნებული ვარ, რომ სოფლიოში ყველაზე მაგარი სასტუმრო იქნება ჩემი სასტუმრო და ქრისტი იქნება ბომში, იმიტომ რომ ქრისტი ესეთ სასტუმროს ვერასდროს ვერ მოხსნიდა. ვერასდროს. გამომდინარე რომ ჩემი ბიუჯეტი ფაქტურად ნულს გაუტოლდა და იმის საშუალება არ მქონდა რომ ბინა მეკირავა, ამას დამატებული ქუჩაში დარჩენაც არ მინდოდა და იქ დაძინება, გიორგის თხოვე რომ მაგის სასტუმროში დავრჩენილიყავი. კი, პრინციპებს გადავაბიჯე და მაგის სასტუმროში დავრჩი. დაბნელდა მეგობრებო, სანამ მე დავბინავდი ამ სასტუმროში. ამიტომ ეხლა დავიზინებ და ხვალ როგორც კი გავიღვიძებ, დილით განახებთ რა მაგარი ხედები არის ჩემი სასტუმროს ნომრიდან. გათენდა, შემოდით და დავათვალიეროთ ეხლა ჩემი სასტუმროს ოთახი. პირველ რიგში აი ესეთი ულამაზესი უზარმაზარი ლოგინი, რომელიც მართლა უზარმაზარი არის და დავწმუნდი თამაში. ყავა, ჩაიდანი, ყველაფერი გვაქვს. მაცივარი, რომელშიც დევს ჰაერი. მაგრამ შეგიძლია შევუკეთო და რამე ჩადო. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ეხა აქ ოთახი ძირითადად სტანდარტული არის ხოლმე, არაფერი განსხვავება. პირველი და ყველაზე განსხვავებული. აი ესეთი სკამი, ვის გინახავთ? ხო განსხვავებული. და უფრო მნიშვნელოვანი არის ხედები. მაქვს ორი ხედი პირდაპირ. ერთი აი იქ არის, აივანი, წამოდით. მოდით. აი მას გახედეთ უბრალოდ რა ხედი არის. ხო არის სასწაული. ანუ იქ მხარეს ვინც ვერ წარმოიდგენთ არის სარფი, ანუ თურქეთი არის წესით იქით. და არის ულამაზესი ხედები მართლა. და მეორე ხედი არის საიდანაც შემოვედით, აი ეგ ადგილი და უბრალოდ გახედეთ რა სილამაზე არის პირდაპირ დაინახავთ ბათუმის ულამაზეს, ბათუმის შორს და რაც თავია ზღვას, მთას და ყველაფერს, რაც ალამაზებს ჩვენ საქართველოს. დილით მე და ქრისტიმ გადავწყვიტეთ, რომ რამდენიმე გასართობის სივრცე გამოგვეყენებინა. პირველი და განსაკუთრებული იყო ეს აუზი, რადგან ამ აუზის ჰორიზონტი უერთდებოდა ზღვას. აქედან გამომდინარე, ამ აუზიდან იყო ისეთი საოცარი ხედები, რომელსაც ახლა კადრშიც ხედავთ. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ მივსულიყავით უცხელეს ორთქლის საუნაში. ქრისტი ამ საუნაში თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი წყალში, ხოლო მე თავს ისე გრძნობდი, როგორც თევზი ველოსიპედზე. უბრალოდ უყურეთ, რამდენად გაწითლებული ვარ და რამდენად მცხელა. ჩემთვის იმდენად დაუტანელი იყო აქ გაჩერება, თუმცა პრინციპის გამო მაინც ვჭერდებოდი, რომ გოგოზე მეთხას როგორ ვერ უნდა გავძლო მეთქი. ერთი სიტყვით ამ სასტუმროში კიდევ ბევრი გასართობი იყო, თუმცა მე და ქრისტიმ ამაზე გაჩერება ვამჯობინეთ და გავაგრძელეთ გზა. იქიდან გამომდინარე, რომ 24 საათი ჯერ კიდევ არ იყო გასული, ხოლო ჩემი ბიუჯეტის ნაწილი გაუხარჟავი იყო, ამიტომ გადავწყვიტე, რომ გამომეჩინა გულისხმიერება და ქრისტი დამეპატიჟებინა ულამაზეს ადგილას, ჩაქვში, ძალიან მაგარ რესტორანში, რომელიც ფაქტიურად თეთრ-შორის არის მოქცეული და ულამაზეს ადგილში მდებარეობს. ამიტომ უყურეთ ახლა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილს და ერთ-ერთ ყველაზე მაგარ ადგილას განთავსებულ რესტორანს. როგორც ნახეთ, მოვედით ძალიან მაგარ რესტორანში და იმედი მაქვს, რომ ჩაქვი მოგეწონათ. პირადად ჩემთვის ჩაქვი არის აღმოჩენა. ხო და ქრისტი, დაუპატიჟე ჩემ ხარჯზე რა. აი ამ უმაგრეს რესტორანში და ეხა გაგასინჯებ, გენაცვალე წესიერ კერძებს, ხვდები? მე ისეა ძალიან კარგად დავისმენე, ძალიან კარგად ვჭამე.
გავერთე, მოკლედ, შენზე კარგად დავისვენე. მადლობა და ანუ შენ არ გინდა ეს. როგორ არ მინდა ანუ თუ კიდე მე შევჭამ. არა, თუ პატიჟებ. აი ფო. არ მოველოდი მართლა რა. ზოგადად ამბობენ ხოლმე ძალიან გემრიელი გვაქვს და მართლა გემრიელია, ბიჭო. საჭმლის შესაფასებლად კი არა ვარ აქ მოსული, უბრალოდ ვისვენებ, მაგრამ აი ეს ხენკალი როგორ არ უნდა გირჩიოთ, უბრალოდ მე თვითონ არ მესმის. ყველას დაგლოცავთ და მიყევით თქვენ ოცნებებს. კი. გაგიმარჯოთ. გაგიმარჯოთ. თქვენ გარეშე ჩვენი არხი არ იარსებებდა არასდროს. იო, შენი ეს ერთი გადაკვირით დავდაეო. ვერა. აუვა. აი ეს ღვინო გვაჩუქეს ამ რესტორანში. გვაჩუქეს არა, გიორგი. მაჩუქეს. კაი, გვაჩუქეს. მაჩუქეს. გვაჩუქეს. მაჩუქეს. მაჩუქეს. კაი, აჩუქეს. კინძმარაული ქვია. ნახევარ ტკბილია. ნახევარ ტკბილი და ნუ ამ რესტორნის ექსკლუზიური ღვინოა. ექსკლუზიური ღვინო ასე ვთქვათ, კახეთში ბრაზერ ხუციშვილების ვინერიაში, მოკლედ, ბარანში მზადდება რა და აი სასწაული ღვინო ესეთი რამე თუ სადმე შეგხვდებათ, რაღაც ეჭვმეპარება, იმიტომ რომ მარტო აქ არის თუ არ ვწდები და გასინჯეთ აუცილებლად ძალიან მაგარი ღვინო არის. ექსპერტი არ ვარ მე ღვინოების, მაგრამ პირადად მე მომეწონა რა. შეხედი როგორ კაი, შემდეგ გავსინჯოთ ეს არის ხინკალი შქმერულად. მე როგორც ჯენტლმენი გავსინჯავ პირველი. არ დამასხე. შენ ხინკალი გასინჯე და მე გავსინჯავ ჩაქონდრილს. ცხოვრებაში არ გამისინჯავ ჩაქონდრილი და რაც ბათუმში ჩამოვედი, ახლა ჩალი ჩოფრო სადმე გავსინჯო ჩაქონდრილა ძლივ შემხვდა ჩაქონდრილი. რა გაიგემოა? აი ლობიოს რო სუნელები უკეთდება რა, აი ხონდარი რო უკეთდება, ზუსტად აი იმის გემოა. ეს ძალიან გემრიელია. გემრიელია. ოდნავ ლაშია ჩემთვის, მაგრამ მაგარი გემრიელია. როგორც ყოველთვის, ნებისმიერი სუფრა მთავრდება დესერტით. კბილეულობით, დესერტით და აჭარულ დესერტს არაფერი არ ჯობია ხალხო. თან ეს არის ტკბილის სინორი, არასდროს არ გამისინჯავს. თუმცა შევცდი, სუფრა მთავრდება მწვადით, ხალხო მწვადი მაგთან ეს. თუ შეიძლება შენი სინორი წაიღე და მე კახელს დამითმე მწვადი. როგორ გადაემთხო მწვადი? რა ცხელი ხო? ახალი ამოღებულია? ოჰოჰოჰო. სული კარია. ოჰოჰოჰო. აუ რა გემრიელი სინორია, ბიჭო. აუ რა ის მასინჯო. ის არ უნდა გასინჯო. საბოლოო ჯამში იმედი მაქვს რომ მოგეწონათ ეს ვიდეო. თუმცა ეს ვიდეო ფიზიკურად ვერ იქნებოდა 24 საათში გადაღებული. ამ ვიდეოს გადაღებაში დაგვჭირდა 1 კვირა ხალხო, 1 კვირა დაგვჭირდა ამ ვიდეოს გადასაღება. თუ თქვენ დააპირებთ ზუსტად იგივე რაღაცეების გაკეთებას, რაც ჩვენ ვიდეოში ვქენით, დამერწმუნეთ რომ ერთ დღეში აუცილებლად გააკეთებთ. უბრალოდ გადაღების პროცესი იმდენად დიდ დროსთან არის დაკავშირებული, რომ 24 საათში ფიზიკურად ვერ მოესწრებოდა ეს ყველაფერი. მინდა იცოდეთ, რომ ეს ვიდეო არის თქვენი გართობისთვის შექმნილი და იმისთვის შექმნილი, რომ თქვენ შეძლოთ 24 საათში ძალიან კარგად გაერთოთ ბათუმში. ამ ყველაფერს დამატებული იმედი მაქვს, რომ დაგვიფასებთ ჩვენს ძალიან დიდ შრომას, იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდი რესურსი ჩავდეთ ამ ყველაფერში და უბრალოდ გამოგვიწერეთ. ანუ ამ ყველაფრისთვის უბრალოდ გამოგვიწერეთ. მეტი თქვენი არაფერი არ გვინდა ხალხო. ხოლო ამ ვიდეოს შემდეგ რა ვიდეოც დაიდება, იქნება ის ვიდეო, რომელიც აბსოლუტურად ყველა თქვენგანს მოგწონთ. ტყეში გადარჩენა, დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს. ყველაზე დიდი ლოტია. დაგვასპონსორეთ. ღვინის კომპანიებო. მიყვარს ღვინო. მიყვარს ღვინო. კინძმარაული. მიყვარს კინძმარაული.